მაისში საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზარდა, საქსტატის მონაცემებით იანვარ-მაისის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.8%-ით განისაზღვრა. მაისის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფინანსო და სადაზღვევო სექტორმა, ასევე IT-ის დამამუშავებელი მრეწველობისა და ტრანსპორტი დასაწყობების სფეროებმა. კლების ტენდენციაა მშენებლობის სექტორში. გლობალური ბაზრების დამშვიდების ფონზე საქართველოში ინფლაციის მოლოდინი მცირდება, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი უცვლელი რჩება. TBC კაპიტალი წელს ქვეყნის ეკონომიკის 7.4%-იან ზრდას პროგნოზირებს, ინფლაციის მოლოდინს კი 6-დან 5.1%-მდე ამცირებს და ვარაუდობს, რომ მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს ის 2027 წლის მეორე კვარტლიდან მიუახლოვდება. საინვესტიციო ბანკის მოლოდინი საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სხვა სასაქონლო პროდუქციის ფასების მცირებით არის განპირობებული, ეს ამერიკა ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების დასრულებას უკავშირდება. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, TBC კაპიტალი ივლისის საწვავის გაიაფებასაც საქართველოში ელოდება. ნავთობის გლობალური ფასი $70 მიუახლოვდა პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება $120-საც კი აღწევდა, ახლა ის თითქმის $50-ით არის გაიაფებული და ამ დროისთვის ბარელი $73-ად ივაჭრება, რაც წინა თვესთან შედარებით 25%-იანი ვარდნაა, ეს კი ირანი ამერიკის შეერთებული შტატების სამშვიდობო შეთანხმებას უკავშირდება. ყველა ტიპის ნავთობმა გაიაფება მას შემდეგ დაიწყო, რაც 17 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მასუდ ფეზიშქიანმა ცალ-ცალკე მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს. სამშვიდობო შეთანხმება ნავთობის ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას ითვალისწინებს. ევროკავშირი მესამე ქვეყნიდან გამოგზავნილ 150 ევრომდე ღირებულების არაძვირად ღირებულ კომერციულ ამანათებზე 3 ევროიან საბაჟო მოსაკრებელს აწესებს ახალი რეგულაცია, რომელიც პირველ რიგში ჩინეთიდან გამოგზავნილ იაფფასიან პროდუქციას შეეხება, ძალაში დღეიდან შედის. გადაწყვეტილების მიხედვით გადასახადი დაწესდება არა მთლიან ამანათზე, არამედ მასში არსებული ნივთების თითოეულ კატეგორიაზე ცალ-ცალკე. მაგალითად, თუ მომხმარებელი სხვადასხვა კატეგორიის 3 ნივთს წერს, მას დამატებით 9 ევროს გადახდა მოუწევს. ევროკომისიის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანი ევროპელი მწარმოებლების არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან დაცვა და ბაზარზე საფრთხის შემცველი საქონლის შემოდინების პრევენციაა. მაისში საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 2%-ით გაიზარდა და ანაზღაურების მიმღებთა რაოდენობა 1.012.000 გადააჭარბა. PMCG-ის კვლევის მიხედვით JobsG-ზე 7.300-ზე მეტი ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც აპრილთან შედარებით 17%-იანი ზრდაა. თვიურ ჭრილში ვაკანსიების ყველაზე დიდი ზრდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში დაფიქსირდა, ხოლო წლიურად ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის მიმართულებით. ამავე დროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში ვაკანსიების რაოდენობა 12.6%-ით არის შემცირებული. საქართველოში პროფესიული განათლების მიღებით ძირითადად 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდები ინტერესდებიან, კერძო კოლეჯებში ამბობენ, რომ ახალი თაობა ბევრად უფრო პრაგმატულია და ცდილობენ მოკლე ვადაში დაეუფლონ მაღალ ანაზღაურებად პროფესიებს. პროფესიული სასწავლებლების ინფორმაციით, ბოლო წლებში კოლეჯებში მოთხოვნა ისე გაიზარდა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ყველა პროგრამაზე კონკურსის გამოცხადება უწევთ. სტატისტიკური მონაცემებით 2025 წელს კოლეჯებში ჩარიცხულთა რაოდენობა თითქმის 20,000-მდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 15%-იანი მატება იყო. წელს კოლეჯებში ელიან, რომ მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ელექტროდამტენებზე კი მოთხოვნა უფრო იზრდება, რასაც ელექტრომობილების მზარდი რაოდენობა განაპირობებს. სექტორის წარმომადგენლების თქმით, ტენდენციიდან გამომდინარე აუცილებელია დამტენის სადგურების ლოკაციების გაფართოება, ხელმისაწვდომობის გაზრდა და სწრაფი დამტენების ქსელის განვითარება. კომპანია Solar Station-ი, რომელიც BYD-ის შემომყვანი Solar Altos შვილობილი კომპანიაა, დასავლეთ საქართველოში მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომელიც დამტენების სადგურის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა პირველ ეტაპზე $250,000-ია, ახალი სადგურით სარგებლობას ელექტრომობილები დაახლოებით 1 თვეში შეძლებენ.